მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობათ. აი რაღაცა მინდა რომ ეს ვიდეო რომელთაც დავიწყო, ალბათ ვერ დავიწყო, ცოტა დიდ გაფართოებაში რომ მომცეთ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეოა ჩემი აზრით. აბა. მე WhatsApp-ში გასაგებია, გადმოწე. აისო დიდია, კი ბატონო. კაი, აი ეს არის ვინმე ამის დედა რო ვატირე, უარესაც ვიტყოდი, შობელ მიწუწული ბოდიში. ეხლა მიხვდებით რატო ვამბობ ამას. მე უარესაც ვიტყვი, ძალიან გაბრაზებული ვარ. ვიღაცა ცხადაძე, ხო, რა ვიცი, ვიღაცა აქტივისტი, სანდრო ცხადაძე. და ნახეთ, ეხლა რას უშვებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს აით გაკეთებული ფეიკია, მაგრამ არ ვიცი. ესეც იგიჟებს ამბობს, რომ შეიძლება კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის. გავუშვით? მე ამ შემთხვევაში ზურამ ახალაძის აზრს ვერ გავითვალისწინებ, იმიტომ რომ კაცს სამი კვირის წინ ქონდა ინსულტი და ხუებოზნა და ასლა ბაგაკობს და ამდენად სწავს. აი. ხო. ზიმეს შემთხვევა და სიტუაცია არის. არ ქონდა ნანა. არა, შემოსწეს მაგას არ ვკითხულობდი, რო თქვით, რომ ესეთი რაღაცა არისო და მეთქი ბართლაია ხო არ არის, იქნებ გადასამოწმებელი თქვა. ნუ რა ძალიან მძიმე შემთხვევა არის. ორი რაღაცის გამო ამ მძიმე შემთხვევა. არა, ეს არის ეს არ ვიცი, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის როგორც ეთიკურად, ისე ესთეტიკურად ასახელოები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთ საშინელ ხუმრობაზე თავის ასეთ საშინელ ხუმრობაზე ასეთი სიცილი მოაყოლოს, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ესეთი. ხო, ავატყოფია, ხო, ამის დედა რო ვატირე მე ამის. ეს არის ესეთი რაღაცა, მე არ გამიგია, ვაფშე საქართველოს ეგეთ რაღაცა არ გამიგია. რა არ გაგიგია? არა. ჩვენ ზმაკაცის გარდაცვალებაზე არა, რასაც ესენი აკეთებენ. ეს ხო იმ რიგშია. ხო და არ გამიგია თქო რა. საქართველოს ესეთი რაღაცა იმ რიგშია, რაცაც ჩვენ ზმაკაცს უკეთებდნენ საწყალ ცხონებულ ლაშას, ხო? ხო და აბა არ გაგიგია. ასლას. ეს არის ხალხი მაგ მორალით, მაგ ეთიკური პრიზმით. ხო, აი, მორალი, მაგ შესაძლებლობებით საკუთარ თავთან, რომ რაღაცა საკუთარ თავს ხომ მის რაღაცის უფლება, თქმის უფლება, გაშარჟების უფლება, რაღაცაზე ხუმრობის უფლება, მათ შორის ვიღაც პირად უბედურებაზე თუ რაღაცა ტრაგედიაზე, ნუ რაღაც რავი, ანუ ეგ ყველაზე ისეთ რა ქვია, ამერიკულ ლიბერალურ სტენდაფერებსაც კი ისე აქვს, რომ რაღაცა დრო გავიდეს და მერე იხუმრო. და არ შეიძლება რომ უყურე მან როგორ არის ერთი პრობლემა. ამას კუჩაში ვიღაცა ნახავს და ძალიან ცუდ საქციელს ჩაიდენს, ფიზიკურად გაუსწორდება და აი ესეთი რაღაცები, ანტისოციალური, ეს არც შავი ჰუმორია, არაფერი არ არის. ანტისოციალური რაღაცეები, ხო? აი ეგეთი რაღაცეებისთვის არ უნდა არსებობდეს რაღაცა რეგულირება. თუ ესეთი რეგულირება არ არსებობს, ხალხი თვითონ დაარეგულირებს და არ მომწონს ეს თვით დარეგულირებაც ხალხის. ეხლა ამას ან სუფრაზე არ უნდა დაჯდეს, ან დედა არ აყავს, ძმაც ციხეში ყავს ის იდიოტი. კავენში კი. იმაში თამაში მუშაობს იქ. თავარში. ხო, აი ესეც ბობოლა აკაცუკია. რა ხდება რა, უბედურება არის რა. შენ გაიცი პასუხი მე მგონი, რომ ანუ აკაცუკების კლასტერი არის. რომელთაგანაც რა ვიცი ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ ესაა მაგათი ბოდუშვი. ანუ ხო რა ვიცი გასაკვირი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ შემაშფოთებელი არის, რომ მსგავს ჯერ ერთი რო ხუმრობაზე ადამიანი საკუთარ ნათქვამზე ესე იცინის და მერე რომ ანუ ასეთი ხუმრობის თქმის უფლებას და შესაძლებლობას აძლევს თავს, ნუ ეგ კიდე ცალკე პრობლემაა და ის ძმა ამისი სინდისის პატიმარი. გახსოვს ბიჭო მაგის ფერიცვალება? დასაწყისში ეგ როცა დაიჭირეს, ტიპი იხვეწებოდა, რომ გამომიშვითო და მეო თუ აუგი ვინმეზე ვთქვაო, ხმა თუ ამოვიღო, შირკში თუ არ შევძრეო და სამი აქციაზე დამინახოთო, მერეო ჩემი ხელით ჩავჯდებიო ციხეში. და ეგ რო არ დაუკმაყოფილდა, მაგის მერე გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი გამختارიყო და რეჟიმის კეთმოუხრელი მებრძოლი. ორიგინალში გადავამოწმოთ და არ არის, აი ბოლო იმედი მქონდა რა, რომ ბოლო იმედი მქონდა და იქ რეაქცია მაგ ეგრეთ წოდებულ ხუმრობაზე, აი ამ დანარჩენ ჯიშ აფეთქებულებს, დიდი ბოდიში რომ ამას ვიძახი. მე მესმის, რომ ბევრი ნორმალური კი არა, უმრავლესობა ქართული ტრადიციული ოჯახები გვიყურებენ, მაგრამ ჩემიც გაიგეთ ეხლა, რასაც ეს ტიპი აკეთებს
მესმის რომ მართებს თავის შეკავება, ბოდის გიხდით, მართლა გულწრფელად, მაგრამ ამის დედავატირე რა არ შეიძლება ესე რა. რამდენის ოჯახში გადახდენია ესეთი უბედურება, რამდენს აქვს ეს სენი, რამდენს გადახდენია, რამდენს დაღუპვია დედა, მამა, რა ვიცი, ამით რას აკეთებ, ბიჭო, რას? შენ დაიჯები, მაგრამ განგება დაგჯის. სულ რო არ ქცევონ ასეთი რაღაცებისთვის, სადღაც რაღაცას ფეხს წამოკრავს, შენ დაგემართება ეგა რა. ბიჭო, ვაფშე არ არსებობს არაფერი. ამას მოისმეს აღარ იზამს. არა, არაფერი აღარ არსებობს, აი რაღაცას წმინდა მაინც დამიტოვეთ თემა არის რა. ანუ ეს ხალხი მართლა ხუმრობის გარეშე. წმინდა არის ევროპული აი ეს ტიპი და ამისნაირები უნდა გადაყარო რა. მიდი აბა ევროკავშირის რაიმე რეგულაციაზე აუგითქვი. ეგ წმინდა. აი ნაგავში უნდა ეს ტიპი და ასეთი ტიპები. NGO-ებს გამჭვირვალობას. ნაგავში უნდა გადაყარო. NGO-ს ფინანსურ გამჭვირვალობას მოთხოვ. ეგაა წითელი ხაზი. მაგრამ ადამიანის ინსულტზე, ადამიანის გარდაცვალებაზე, იმაზე რომ იქილიკებ, იმაზე რომ იმას ავადმყოფობაზე რომ დასცინი და ხილს მოაწყობ, ეგ მოსული პონტი. ხო, ჩვენ ეს არის идеალური მართლა მიშა რო თავის იმეებს ეძახდა თაობას. აი ეგეთი არის მიშაც ხარ. უბრალოდ მეტი ინსტინქტი აქვს, რომ ეგეთ რაღაცები ღიად არ თქვას, თორე გულის სიღრმეშია უარესია. სულ ამბობდი რომ ბიჭო, ამათ რო ესე მიქცევით სამართლიანად, რომ ვიჭერთ კანონიერად. ბიჭო, რაღაცა მაინც ხო არ მივცე დრო, რომ იქნებ გიჟები არიან, იქნებ არ არიან საცები, მაგრამ მე რას ხვდები, იცი რომ უკან დახევა და რამე პატარა მოწყალების გამოჩენა ამათ ღმერთო მაპატია და არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არიან ესენი ადამიანები, ეს ნაგავია რა, პროსტა აიღო და გადააგდო რა. ხო, ანუ ესეთი საქციელების მიმართ მართლა სოლიდარული რო იყო, გამოდის რომ ხარს უჭერდა შენს იგივე წარმოდგენის ხარ სამყაროზე და სამყაროს მოწყობაზე. ეს კიდე ეს იდიოტი ვითომ ექიმი ახობაძე გავუშვით რა, ამის დედა რო ატირე, ესეც გავუშვით. ო, ეს იშვიათი ავადმყოფია კი ბატონო. აგრეთვე. შეიძლება საჭმელს, ეგ საჭმელი არ იჭმება, რა ვიცი, თუ ძალიან არ ხშია და გადარჩენისთვის არის ბრძვი, მაგ საჭმელიდან ალბათ 80% მინიმუმ არ მიგივა უბრალოდ გული რომ ჭამო. რაღაცა ხარ რო კვდები შეჭამ. არის რაღაცეები, რაც რისგანაც შეიძლება ცოტა ხელი შეავლო და მე შეჭამ ლობიო მაგალითად და ქათმის ხორცი, დანარჩენი დაგიწყარ. მოიცა გუშინ ჩვენ ხო უყურებთ კაცო ლობიო არ იჭმევაო ქვები შენ ყვილები დამატყდაო ეხა ამან იჭმევაო ქათმის ხორცის მან კიდე მე მგონი მართლა მაგ კომენტარში არ პენიტენციურ თავაზობ აქედან რომ ჟურნალისტები წაიყვანონ და იქ შეიყვანონ და აჭამონ ის საჭმელი და მე ჩვენც გავიხსენებთ რას გვაჭმევდნენ ეს დედააფეთქებული სისტემა. კიდე ერთხელ მე გუშინაც თქვი დღესაც ალბათ ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ასეთ დროს რო გავაკეთოთ კომენტარი ჩვენ იმ რეჟიმს რომელიც მხარდამჭერებიც და უკან მობრუნებაზე ორიენტირებული ხალხს არიან ესენი აგერეს მეორე ვაჟბატონი ვისი ვიდეოს გავუშვით იმ რეჟიმს ჩვენ ვედავებოდით იმაზე რომ ციხეში ადამიანები არ გაეუპატიურებინათ და ამათ არ მოწონთ ქათმის ხორცის ხარისხი აი ესა ძალიან დიდი და ესეთი თვალსაჩინო განსხვავება ბიჭო მე აგიგ მოგიყავით გუშინ სად ვიყავით და როგორ რა ქათმის ხორცი და ლარიოკში ხო ლარიოკში ვადაგასული პროდუქტები იყიდებოდათ მაო გეუნებით აგერ ბიჭები იტყვიან იყიდებოდა ვადაგასული ძეხი ხო ძალიან ვადაგასული ის კი არა რომ გაფუჭებული აი გავიდოდა ერთი კვირა ორი კვირა ვარგისიანობის ანუ რა ვადაგასული ხო ციხეში ადამიანებს ციხეში გასაგებია კვებასაც შეეხება ხო და ანუ მაგას გეუნები რომ ბიჭო ესენი დაობენ იმაზე რომ ლობიოში ვიღაცას ქვა შეყვა და ჩვენ დაობდით იმაზე რომ ხალხს ნუ აწამებთ და ნუ აუპატიურებთ ხო ანუ ეს სხვაობა არის რამაც როგორ უნდა ელაპარაკო იმაზე რომ ვითმენდი და გავუსვით ცილოვანი რაოდენობით მიიღო ხო არა ეს თორნიკე რაზმაძე ვინ არის არ ვიცი უნდა გავითავისოთ რაღაცნაირად რომ ეს ორ ჩლენს შუა ეს არის ამ კონკრეტულ მომენტში ამ სეგმენტზე იმისთვის რომ ეს კონკრეტული ბრძოლა მოვიგოთ მეტი მონოლიტურობა არა მაგრამ მეტი ერთიანი მესიჯი პარლამენტის თავმჯდომარეთა პრემიერ-მინისტრი
არც მე მგონია წასვლა უნდა აგე ლევას სარიქიძე მოვიდა ოღონდ ლევას სად არის ქვემოთ ჯერ ბრძოლა მოვიგოთ. რომელი უფრო აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო? ჯერ ბრძოლა მოვიგოთ და მერე ყველა ჩვენ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანაში. აი ეს არის ამოცანა, რომელიც მართლა მე მაგალითად ყოველდღიურად მარტივად ვერ მოვერევთ გეუბნები შენ. აღარ შემიძლია რა გავაკეთო მე მაინტერესებს რა გავაკეთო რომ ტროლებმა ნაცი აღარ მეძახონ არ მევასებით ვერ გიტანთ ნაცებს უნდა მოკვდე ინტერნეტში. ვაფშე ხმა არა უნდა გაიღო და მაშინ აღარ დაგიძახე. აუ შალვა რა უცნაურ უდარზე ხარ დღეს. არა, ინტერნეტში უნდა მოკვდეს, ინტერნეტში. არა, მე მგონია რომ ძალიან მარტო ნაცი არ უნდა იყო. არა, ინტერნეტში თუ მოკვდება, ნაც აღარ დაუძახებ რა. არ მარტივი არჩევანი შეუძლია ნაცი აღარ იყოს და ნაც არ დაუძახებ. მე არ მინახავს ადამიანი რომელიც ნაცი არ არის და ნაც ეძახიან. ეგეთი რაღაც არ არსებობს. და მე რა ვარ მეძახია ნაც ესენი ვინ არის ბიჭო აი ხა აი ონისია თუ ვიღაცა ეს ხო დაუჯდება და ხელს ჩამოართვებს და მაგარი ხარო ამის მერე ეტყვის დარწმუნებული ვარო ვაკაცები არიან მე მგონი ვაკაცები არიან და დაცი ხარ აბა რა ხარ უარესი არა ხარ იმის ვაკაცი თუ ხარ იმას თუ არ ვიცი ბიჭო თან რატო გაუჩნდა ეს პრობლემა ახლა არ მოგწონს სააკაშვილი ხო ეს ის არის რა ქვია ის ფლანგი არის რა ნაცი არ ვარ მაგრამ რა გუში ხო ნანუკა ჟორჟონიანის გავუშვით რა ყველაფერი 5 ნომერი იყო კაცო რისი დაიჯერეთ რა პაატა ბურჭულაძეო ხო სადღაც მე ყველაფერი ეგრე აშკარავდება რა იძახი არ ვარ ნაცი და იმას იდექი ნაცებთან ერთად რუსთაველზე რანაირად არ ხარ ნაცი არა უყურე ეხა ეს ტიპი თუ მრავალი ესეთი ტიპი ხო არიან მაგათ მნიშვნელობას რატო ანიჭებენ მერას დაუძახებ ხო აქვს თავიანთი ზეიდეა რომ უნდა წავიდნენ და გადაარჩინონ საქართველოს ხო რა მნიშვნელობა რატო ნაღლობს ალიკო ელისაშვილი ეს სუფთა ეს ესეთი ვიდეოები ალოკე ბატონი ალოკე ეს როგორი კაცია იცი აი ეს შეხედე ხლა სკერი გახვრიტა ტიპმა რა ისეთი ნაცებთან ურთიერთობა დეგრადაციას იწვევს გონებრივ შეხედე არა პროსტა არა გაქვს ვიდეო ნახე შენ არ ვიცი რა ვიდეოზე აგერ შეხედე ძმაო მიდი ესენი დგანა კი სუპი მაქვს უსავჭა აბა ხა ერთ მორწმუნეა ევროპაში ჯეჩადი ნახე ვინ მოგზდევს ვის რა ჯანდაბად უნდა შენი გაუპატიურება ერთ უძმა ხარ თუ რამე გათახსირებულობა და მამაძაღლობა რუსეთშია და ესენი დგანან და იმაშვებია და ეს არის აღუდგენელი პროვინციალიზმი და არა პროვინციალიზმის როგორი ისეთი დიდი ნაპორით გოიმო ბიჭო რა არის იცი რომ თბილისელობა არ ნიშნავს აუცილებლად თბილისელობას და არა პროვინციალობას. ეს არის აი კინტოს. ამას დიდხანს როგორ გადასხმა დაგჭირდება ძმაო სისხლი მოგეწამება. კინტოა, ხო, კინტოა და სუპი მაგ რა შუაშია სუპი მაგ. ის დასცინის, იცი, ასევე ხანდაზმულ ადამიანებს დასცინის და აი ესე აგრესიულად მოიხსნებს. ცოტა ხანში, როდესაც არაფერი არ გამოვართ, მაგათ მართლა აი მაგალითად ეხლა შენ რამე გამოუვიდათ აქამდე 28-ში? არა 28-ის დიდი აქცია რა. მაგაზე რატომაც ძალიან მიხარია, მაგრამ მე ამომიდეს ერთ თავარ სამიზნედ, რომ მე ვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც 20 წელი, 15 წელი არ ყოფილა საქართველოში, ძალიან სწორიც არის, რომ შეიძლება იქიდან ხმა არ მიეცეს რა. ხმის მიცემის საშუალება არ მიეცეს. და მე ამომიდეს და მაგრამ ფეხები კიდევ პირით მიხარია რა. და ყველაფერზე რეაგირებენ ასე და რა აქვს იცი მთავარი. აი ხლა მაინც გამოდით გარეთ. ეხლა როგორ რაღა უნდა გიქნათ თავრობამ და არ გამოდის ეს ხალხი. ხო არ გამოდის, ფაქტია არ გამოდის. არ უნდათ რა, არანაირი რევოლუციური სიტუაცია არ არის და ვერ ხვდებიან, მე მგონი ნელ-ნელა ცოტა ხნის შემდეგ დაინახავენ და დაინახავენ ყრუ კედელს, რომელიც მათსა და ხალხს არის და ამის მერე დაიწყებენ ხალხს გინებას. აი ხო უკვე არის ჩანასახები. აბსოლუტურად ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე ყველა წინა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხი გამოდიოდა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც არსებობდა უკმაყოფილება. ეს იყო შევარდნაძის დროს და საბოლოოდ მოხდა სრულება სამწუხაროდ აგენტურის ხელით, მაგრამ მოხდა, იმიტომ რომ ეგ უკმაყოფილება რო არ არსებულიყო ისე ვერ მოხდა. შევარდნაძის ხელით მოხდა მაშინ. ხო, მაგრამ უყურე მან აგენტურა იქნებოდა თუ არ იქნებოდა სამწუხაროდ აგენტურა იყო, მაგრამ აგენტურა რომ საყოფილო ეგ სრულება გარდაუვალი იყო. იმიტომ რომ იყო არსებობდა საზოგადოების უმრავლესობაში უკმაყოფილება.
მიშას პერიოდში უკმაყოფილებების დაწყების, რა ვიცი, ქრონოლოგია ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ეს უკმაყოფილება, მასობრივი უკმაყოფილება იწყო 2005 წელს, როდესაც ქუჩაში პოლიციის ხელით ახალგაზრდების მოკლა დაიწყეს, სანამ ჯერ კიდე მასობრივი დარბევები დაიწყებოდა მანამდე. და ყოველთვის პირდაპირ პროპორციული იყო ხალხის რაოდენობა გახსოვს შენ გავსებული იპოდრომი საბურთალოს იპოდრომი ჯერ კიდე გავსებული და გადაჭედილი გახსოვს შენ დინამო სტადიონი გავსებული და გადაჭედილი რიყის მოედანი გახსოვს რუსთაველი ყოველთვის სავსე იყო ეს იყო პირდაპირ პროპორციული ჩვენ ქართული ოცნების პირობებში მივიღეთ აქციები რომლებიც ერთი თუ მას ბევრი ხალხი გამოსულა ყოფილა ან იმდენად დიდ დეზინფორმაციაზე აგებული რომ მარტო ემოციურ მუხტს და ისეთ რასაკვირველია ერთდღიანს იმიტომ რომ მე მარტივად ირკვეოდა რა შეიყო საქმე მოყვებოდა პირველი ეს ასეთი ალბათ იყო როდესაც გახარია კლუბები დაარეიდა მეორე იყო ეს 20 ივნისის მოგონილი ამბავი რომ აი მე გავრილოვის კამში ჩასვეს და სახელმწიფო ამოტრიალდა თურმე ამის გამო და მე უკვე დაიწყო ეს აგენტურული დატრენინგებული გადახდილი აქციები, რომელსაც აგრეთვე წინ უძღოდა ვითომ ის ემოციური დგენელი, რომ უკრაინას საკმარისად არ ეხმარებოდა საქართველოს, როცა საკმარისად მეტი გააკეთა საქართველოს უკრაინას. უკრაინა გამახსენე, კარგად ყოველდღე დასავლურ პრესაში, აი ევროპულ და ამერიკულ პრესის ფლაგმანებზე საშინელი სკანდალის მაუწყებელი სტატიები ჩდება ზელენსკის დღეები დათვლილია აი ასეთი სათაურებით, აი ამ ხასიათის სათაურებით საშინელი კორუფციული სკანდალი მძინორებს და ამ სკანდალის გამხსნელი და ინიციატორი გამოძიების არის ამერიკის შეერთებული შტატები. აი თქვენი ზელენსკის წინა კვირას მოუწია გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრები. ნახე რადაში რა მოხდა დღეს. დღეს არ მინახავს რა მოხდა. რადაში ბოიკოტირება მოახდინეს ტრიბუნის როგორც იციან ხოლმე პოროშენკოს შემადგენლობა ქვეყანაში ომია და ისინი ისე ბოიკოტირებას ახდენენ, ოღონდ მათი ბოიკოტი არის ტრიბუნას შემოეჯარნენ და ვერ მოხსნეს დრო და არ დაამტკიცა ამათი მოხსნა, იმიტომ რომ ზელენსკის და პრემიერს უხურებენ რა. ანუ მეტი გვინდაო რა. ანუ საუბარი არის რომ 100 მილიონი გაწიეს ამათმა ენერგეტიკის და იუსტიციის მინისტრებმა 100 მილიონი ამერიკული დოლარი შესაბამისად ანუ ომის დროს მიღებული დახმარების ნაწილი არის ეს და ანუ ეს დაიწერა აბსოლუტურად ყველა მეინსტრიმულ და დასავლურ მედიასა და გამოცემაში რომელიც პირველი იყო ვინც იმ პროპაგანდის სათავეში იდგა რომ უკრაინა ამარცხებდა ამ ომში რუსეთს და გამარჯვება იყო აი წკიბზე მისული და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან მოგწონს ბატონი ვალერი გელბახიანი იმიტომ რომ სერიოზული ანალიზი აქვს ახლა, იმიტომ რომ სწორსაუბრს ეს კაცი ამ შემთხვევაში. გენილი არის რომ 1% ცხოვრობს კარგად. მოსახლეობის 35,000 კაცი. ბატონო დავით, არ ვიცი ეს 1%. ყველას ვალებია. ვალებია ხო, არის, მაგრამ არ ვიცი ისი ბრალია, მაგრამ მანქანები საცობებით არის გადავსებული კერი ქალაქი. კაცმები, მაგრამ ვალები. რესტორნებში შეხვალ გასავსეა. ზარი რა ქვია რაღაცა გასართობი თუ რა მომღერალი ჩამოვა ბილეთს ვერ შეულო ხო რაღაც საერთაშორისო ღონისძიება იგეგმება ბილეთს ვერ შეულო რანერი ფასი არ უნდა კონდეს ხო მაღაზიებში შეხვალ კატასტროფული ფასებია და ხალხი ყიდულობს ბაზარში შეხვალ და ხალხი ყიდულობს თუ ასეა რომ ვალებია ყველას მაჯი როგორ სუნთქავს ეს ხალხი? აი, სპონსორის ეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რომ გერმანიაში თამაშობდა 10,000 კაცი ჩავიდა. ნუ ეს შეიძლება ჩავთვალოთ რომ ფანატიკოსები ვართ ფეხბურთისა და იმიტომ თუ ფანატიკოსები კი არა. მეტის ეს გეტყვი ფული აქვს და რანერ ფანატიკოსი არ უნდა ვიყო. ვერ წავალ, იმიტომ რომ არა მაქვს ფული ახლა პარტიას წავალი. ლუზერი ხარ კი ბატონო, ეს არის ლუზერი. ბოლოს რომ დაეთანხმა თავიდან დაიწყო 1%-ი და ბოლოს დაეთანხმა რომ სწორი ხარ, სწორი ხარ, კი ყველას ფული აქვს. ხო, არა, თქვათა შორის. რა ვიცი, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა რომ არის, ამაზე თვითონ ევროპელები და ამერიკელები ამობენ, კაი, რატო იტყვიან ახლა, როცა არ არის. რატო უნდა თქვან? სოფლიო ბანკმა რატო უნდა გააკეთოს ესეთი დამაიმედებელი პროგნოზები, როდესაც არ არის ასე თქვათ, ეს თუ ეს ასე არ არის. საინვესტიციო ინდექსი რატო უნდა გაზარდონ ქართულ ბანკებთან, რატო უნდა თანამშრომლონ, აი რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება მეგობრებო, რომ რეალურად ასეა. ვინ მოგწევს ვინას მის მოგატყუებინებს, ხო? სხვა თემაა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი
სამწუხაროდ ამ ის საკუთარ თავზე ვერ გზნობს და უკმაყოფილების მიზეზი ეს არის და მთავრობის ამოცანაა რომ ეს დოვლათი მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს და ამაში შეიძლება დაუშვათ კრიტიკა მაგრამ ესე რაშვებიან პირდაპირ არა ზმაო სულს ღაფავენ ბავშვების სიმშილობა ჩვენ ჯერ მარტო მაგიტომ გვჭირდება ადამიანური ანუ სხვას არ ვიხმარ ადამიანური ოპოზიცია და არა აგენტურული ოპოზიცია რევოლუციაზე მომართული მხოლოდ რომ პოლიტიკური სასაუბრო სივრცე გადატანილი იყოს სოციალურ საკითხებზე და არა იმაზე რომ იმითი რა ქვია გარედან დაფინანსებული შიდა მართლა ტრული ისინი რა ქვია ჯგუფები და ცდილობდნენ ხელისუფლების იმითი რა ქვია ძალადობრივი წესით ხელში ჩაგდებას. ანუ ჩვენი სასაუბრო თემა რეალურად ანუ მეც ძალიან გამიხარდება რომ ამ გადაცემაში მაგაზე გვიწევდეს საუბარი რომ რაღაცა როგორი უნდა იყოს რაღაცა მიდგომა და რაღაც სამომავლო 5 წლიანი გეგმა ქართული ეკონომიკის განსავითარებლად და რაღაცა რა ტიპის სოციალური სერვისების გაცემა არის გასაუმჯობესებელი გიჟიკაცი მურმანდუმბაძე გავუშვით ხო და გვიწევს მე გიჟიკაცი მურმანდუმბაძე კლაპარაკი და რანაირად ხო გურჩევნია ჩვენ რომ ვისაუბროთ რა ჯანდაცვაზე 100%-იანი გავუშვით. როგორც რუსთავაზე 1000-ობით მოქალაქე ამ ერთი წლის განმავლობაში სიმტკიცეს იჩენენ. ჩვენ ასეთი მტკიცე უნდა ვიყოთ საკუთარ ადგილებზე, საკუთარ ქალაქებში, საკუთარ სოფლებში და დავაგუგუნოთ უნდა მეორე 4 ოქტომბერი და დავაგუგუნოთ უნდა მეტად მრავალრიცხოვანი 4 ოქტომბერი დიდი შედეგიანი საერთო სახალხო ფრონტის შექმნით დიდი შედეგი რა თქმა უნდა შედეგი მეორე 4 ოქტომბერი ანერგია დაგუგუნოთ გავათავისუფლოთ და საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ამოისურთოს ანუ აი მაგარი გეგმა აი გავაჩეროთ აი მეგობრებო რომ უძახდით მათ და ისინიც რომ იძახდნენ და ყველა რომ იძახდით ყველა ქართველი გეგმა სად არის ეს არის გეგმა რომ უნდა ავაგუგუნოთ ბევრი 4 ოქტომბერი ბევრი ფაბრიკა ქარხანა უნდა გუგუნებდეს და ასე შემდეგ რა აი ეს პრიმიტივი აი ეს რატო უშვებს აი მაგალითად ეს ტელევიზია ამას რატო უშვებს იმიტომ რომ უკვე რაც რომ მე ჩვენ გავუშვათ ხო არა რაც არის შემორჩენილი ხო მომენტი არ არის კერატში იმას ატრიალებს ყავთ დარჩენილი ის მამაშვილი ირინა სარიშვილი აგერ კი ბატონო და ეგა ამათი ინტელექტუალური ელიტა ლაშა ბუღაძე წამყვანია ზმაო და ზიის და ნუ ხანდახან ეგ მაგას იწვან ხო ლაშა ბუღაძე არ გვაქვს ისე რამე არა გვაქვს ზმაო ლევანსანიკიძე გავუშვით პატარა გულბოზი რაღა პატარა გასპირი თავად ჩვენი პარტია გადაწყვეტს ვერავინ ვერ მოტეხავს ნაციონალურ მოძრაობას და ვერან ვერ დატოვებს იზოლაციაში ეს ცოტა ყველამ კარგად იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი სიმართლის მატარებელი ივანიშვილთან წინააღმდეგობაში იმიტომ რომ ერთია ის 9 წელი რა ხდებოდა და ქართული სახელმწიფო შექმნა მაგრამ მითხარით ოპოზიციური პარტია რომელსაც ამ 13 წლის განმავლობაში იმაზე მეტი აქვს ოპოზიციაში გაკეთებული ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას ყველანი არიან სტუმრები. ანუ ჯერ ნაციონალური მოძრაობა იყო 2 ოქტომბერს მიხვდა ნაციონალური მოძრაობა რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას დააქცია. ბეშ. ხო ანუ ის 9 წელიო იქით იყოს ხა რამდენი ადამიანიც ჩვენ ვაწამოთ მოკალით და გავაუპატიუროთ ეგ იქით იყოს. და ოპოზიციაში გვეთანხმები კი ყველა ნარჩენები არიან ნაციონალური მოძრაობის მაგიტო აი გძალებიან. როგორც ნაციონალური მოძრაობა ისე მისი ნარჩენები რომლებიც ანაგავებენ ქართულ პოლიტიკას და იქნებ გვეღირსოს გაჯასაღებული პოლიტიკური სივრცე სადაც მართლა დებატი შესაძლებელი იქნება და აზრთა გაცვლა გამოსვლას საერთო მუშაობა იქნება შესაძლებელი პოლიტიკურად რომ განვიხილოთ ძალიან გვაწყობს აი ესეთი აი ეს თორნიკე რო გაუშვი თორნიკე კი არა ეს არამზადა რო გაუშვი არამზადა ადამიანი სინდის პატიმარიზმა აი ეგეთ ხალხი უბრალოდ ნერვები მეშლება რომ ასეთ რაღაცებს თანამედროვე საქართველოში ვაწყდებით თორემ მაგრა გვაწყობს სალომე ზურაბიშვილისნაირი ოპოზიციური ლიდერი ძალიან გვაწყობს აი ეს გიჟები გვაწყობს აი ეს მურმანდუმბაძე ესეც გვაწყობს მთელი აკაცუკთა კასტა ხო ხარ ოპოზიციაში მყოფი ადამიანები რომელსაც ჭკუა მოგეკითხება მეტნაკლებად რა ყველა გიჟი ხო არა ხარ ხო და რა შვებით რა შალიჩოთ სამგრად ყველა დავალების შემსრულებელია და ამიტომ დავალებას პრომატ ხუხაშვილი მაგალითად ხუხასიო ჭკვიანი კაცი ხუხაშვილს დაუჯერეთ ეს არის ბრძოლის ველი ბრძოლის სივრცე რა და დიდი ბოდიში ამ საზოგადოებას თუ იმის თავი არა აქვს რომ თავისი არჩევანი დაიცვას
წავიდეს არჩევნებს და მერე დაიცვას, ხო, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ რა. Როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტიები აი ამ სკეპტიციზმს და ნიჰილიზმს ნერგავდნენ არჩევნების მიმართ, ხო? მით უმეტეს რომ ეხა ალტერნატიული გზებით რამის თავია, არაფრის თავი არ აქვს, ხო? და ანუ ფაქტობრივად ამბობენ რომ არის ბრძოლის ველი, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ იმას ქვემეხები აქვს და ჩვენ მარტო თოფები გვაქვს, ხო? და დაველოდებით რა ისე იქით შევალ, სადაც ესე რომ ვთქვათ, ისინი თუ ზარბაზნებს გაიყვანენ, ხო, მოედნე მარტო ამ შემთხვევაში ვიომებთ. სხვანაირად სამშობლოს არ დავიცავ. ხო, ну ზარბაზნები კი არა. სიმართლე გვაქვს ჩვენ და აქედან გამომდინარე გიჟებს სიმართლით და ბროწეულის ოყნებით უგებთ რა. და ეს თქვენ იდიოტები ხართ. კაი, იცი რომელი მინდა გავუშვათ ახლა არის ბარამიძე საინტერესო რაღაცას ამბობს და მე გეტყვი რა არის ამაში საინტერესო ჩემი აზრით გავუშვით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვინც მიიღო მონაწილეობა, ისინი გაანალიზებენ ამას და ასეთ რაღაცა ოპოზიცია ახლა მაინც იქნება დიდი მადლობა და ოპოზიციაც იქნება ერთიანი და რაც მთავარია, ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი, როგორც პრინციპში ვიყავით 4 ოქტომბერს და გავაჩეროთ. 4 ოქტომბერს როგორ ბედავენ კი არა, როგორ იდიოტები არიან 4 ოქტომბერი, რომელიც არის მათთვის შავი დღე. 4 ოქტომბერი არის დამტკიცებული. არამია ხო უთხრა გადავშალოთ ექვსელი თავი. ხო, არ არის მათთვის 4 ოქტომბერი სასარგებლო თარიღი რა. 4 ოქტომბერს იყო ხილული, მე რა რო ეს უცხოელი დამპალი ხალხი ხმას არიღებს. ხილული ყველასათვის ნათელი აგრესია სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც აღიკვეთა, რომელიც გამოც ციხეში იქნებიან ადამიანები, ხო, ვინც გაბედა და ეს გააკეთა. უბრალოდ ეგრევე ჯერი 4 ოქტომბერს ჩაიკუკეს ამათ, იმიტომ რომ იქ არ გვინახია არც ერთი ესენი. და ეხლა უკვე 4 ოქტომბერზე საუბრობენ და ნუ გასაგებიც არის. წუგზავნიგლაური? გავუშვათ, ტიკლაური. წუგზავნიგლაური. თუ გაგონილი იქნება ქართული ხალხის მართლა ინტელექტუალური და პატრიოტული ელიტის ხმა, რომელიც თქვენ მიმითითეთ წეღან და ქუჩაში რომელიც გამოდის ახლა. აი ამ შემთხვევაში მოხდება. ჩვენ თუ არჩევნებამდე არ გავიმარჯვეთ, ხო, არავით არის გამარჯვება თვითარჩევნებზე არ იქნება. გნებავთ ეროვნული მოძრაობის ამბავი გაიხსენე და რამდენი ხანი არის ეს? გავაჩეროთ. ანუ მართლა რამდენი ხანი შეიძლება ესენ ცდილობდნენ და ლაპარაკობდნენ რომ არჩევნებამდე არის გამარჯვება მოსაპოვებელი. რამდენი არჩევნები ჩატარდა 2012-ის შემდეგო? არ ვიცი. 12 არ ვიცი. 4 ჩატარდა საპარლამენტო, 4 3 საპრეზიდენტო? 3 საპრეზიდენტო და 4 3. ავირჩიეთ ისა, 1 მეორე და მესამე უკვე საპარლამენტო წესს დაირჩა. მეორე ხო, 3. ეს ხო მესამეა რა, ჩვენი ეს, ყაველა. ხო, მაგრამ ანუ ეს ხო ის არის პირდაპირ არჩევნები 2 ჩატარდა, ხო. მოგილთ ანუ ამდენი არჩევნების მანძილზე ესენია და გამოდიან და იხვეწებიან იმას რომ არჩევნებით ჩვენ ვერ მოვიგებთ და ჩაგვატარებინათ რევოლუცია. და არ ვიცი სიზიფეურის შრომა ბევრჯერ გვითქვია, ისიც გვითქვია რომ ჩვენ სიზიფეს კამიუსებრი 3 საპარლამენტო ჩატარდა და 3 ადგილი. უფრო მეტად გვესიმპათიურება, ამიტომ მაგასაც ვერ დაუძახებ, იმიტომ რომ სიზიფე ბედნიერებას უნდა პოულობდეს მაშინ. სიზიფეს ტრებრუნვაზე, მაგრამ ანუ ადამიანები მართლა უკვე იხვეწებიან იმას, რომ არჩევნებამდე მოგვაგებინეთ რევოლუცია ჩაგვატარებინეთ, საკუთარი თავი დაიმხეთ, გაიწიეთ გვერდით, დაგვითმეთ ქვეყანა, მე პროსტა ჩვენ გაგცხრილავთ ვიღაცას ფიზიკური ლიკვიდაცია, ვიღაცას დაჭერით და ისევ ჩვენ დავაჯდებით ამ ქვეყანას და მე ვისაც გვინდა გაუსწრებთ. აი ეს მე საქართველოს თქვენ მოკლავთ და მე ესეთ ტიპების გარეწრები დაგცინებენ რომ მოკვდებით. ხო, იმიტომ რომ ამას დაჟე ისა აქ ნათქვამი არ დაგვაუწყეს ჩვენ მე მგონი 2021-ს ამ 2020-ის საპარლამენტო არჩევნების ჟამს, რომ ახალგაზრდებმა აიღეთ იარაღი ხელში, იმიტომ რომ ჩემმა თაობამ კენთო და აღარ გვაქვს თავიო. კაკოს. ბიჭო სუმერევა ბოცოდა. ბოცო რომელი ესა ბოცო თუ ეს არის ბოცო და ეს არის კაკო. სუმერევიან. ბოცო კაცილებით უფრო ინტელექტუალურია, ბობოხიძე, კაკო. სუმერევა ბობოხიძე და ეს ერთი შეწვი მეორე მოხარშე რა. ეხა რომელი სადაა? ეს რომელ პარტიას წარმოადგენს? ეს იყო ეს არის გიგიწერე თელთან. გამოეცა იმასთანა. რაღაცა პარტია რო ქონდა, ესა ბოკერიას და მაგისოს. ფედერალისტები. არა, მანამდე ხო ქონდა რაღაცა. ჭარის სახე ევროპული რა? ევროჯორჯია.
ევროპულ საქართველოს არ ერქვათ? ხო, ევროპული საქართველო, ხო, ევრონაცები. მან ხო დაიშალა, ყველაფერი ხო დაშალა და ესეც დაშალა. და ესენი წავიდნენ ბობოხიძე, რას გიხსნი ხარ, იცი ეგ ისტორია? ბობოხიძე და იქ დარჩნენ ბობოხიძე და გიგი წერეთელი დარჩნენ ევრონაცებში. იხა ბობოხიძე კიდე ევრონაცებში. კი, ევრონაცებში. ციკლაური კიდე ნაცებშია. ევრონაცები კიდე არსებობს? ხო, ფორმალურად არსებობს ალბათ. არც გაუქმებაზე არ არის შეტანილი. არსად. ანუ ეხა ჩვენ ფედერალისტები ცალკეა და ევრონაცები ცალკეა. ოღონდ ფედერალისტებს არანაირი კვოტა არ აქვს და მე მგონი ევრონაცებს, ანუ ევროპულ საქართველოს, რადგან მიღებული ქონდა რამდენიმე არჩევნებში მონაწილეობა და რახან მას გარკვეული ისტორია აქვს საკრედიტო. რაღაცა კვოტები აქვს. ბობოხა, ანუ ბოცო და გიგი წერეთელი, კი. და ეს სადა? არა, ბობოხა, ანუ ბოცო არა, ბობოხა. ესაა ბოცო. ეს ბოცო კიდე არის ჩვეულებრივ რადნოინაცებში. ეს რადნოინაცებშია. 5 ნომერშია. ბოცოს ყოჩაღ ძმო, მაგარი არჩევანი გავუკეთეთ. კაი, მოკლედ მაგალითად ცალკე უნდა ვილაპარაკოთ რა, ვისი ში არის. კარგად ძანდებოდეთ, მოშეხოთ. ხო,